გამოშვებას კულტურის სიახლეებით განვაგრძობთ ცეკვავენ ვარსკვლავების პირველი სეზონის გამარჯვებულმა სამორი ბალდემ პირველ ალბომზე მუშაობა დაასრულა. სამორი ბალდემ და მისმა მეგობარმა გოჩა ხანიმ დუეტი ძველი რესურსში ჩამოაყალიბეს. ალბომში გონივრული მოძრაობა 10 კომპოზიცია შევიდა. მუსიკოსების თქმით, მათი მიზანი საქართველოში ჰიპ-ჰოპ კულტურის დამკვიდრება და განვითარებაა. ალბომის პრეზენტაცია 21 დეკემბერს გაიმართება. პირველი ალბომია, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. პირველი ალბომის თან ამ ჟანრში, რადგან არ არის ბევრი ალბომი ნამდვილად არ არის გამოსული ამ ჟანრში და არსებობს გარკვეული არც თუ ის სასიამოვნო სტერეოტიპები ამ ჟანრთან დაკავშირებით ამ ქვეყანაში და ყველანაირად ვეცადეთ, რომ ისეთი ალბომი გაგვეკეთებინა, რომელიც რაღაც გარკვეულ ასე ვთქვათ, შეიძლება თქვა სტანდარტსაც შემოთავაზებდა ადამიანებს, ან უბრალოდ ალტერნატივას სხვა ჰიპ-ჰოპს, რომელიც არსებობს. ორივე არიან ძალიან საინტერესო მუსიკოსები და საინტერესო ადამიანები, რომლებიც აზროვნებენ საკმაოდ კარგად ჯანსაღად, როგორც მუსიკალურად, ასევე ტექსტის მხრივ აქვთ ესეთი არატრადიციული და არადაშტამპული სიმღერები, რაც თქვა დამახასიათებელია ქართული სცენისთვის, რომ ყველა სულგანაბულ სიყვარულზე რომ ღერის ესეთი არ არის უფრო მეტად ახალგაზრდულ თემატიკაზე, ახალგაზრდობის სატკივარზე, მათ პრობლემებზე. ბოლონდროინდელი წარმატებებით სამორი ბალდემ ძალიან შეაყვარა თავის საზოგადოებას და სწორედ ამიტომაც გადაწყვიტეთ ამ პროექტში ჩართვა და მისი პირველი ალბომის დაფინანსება.